ურეკი დამსვენებლებს იღებს დაბაში საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. წინა წლებთან შედარებით ამჯერად სანაპირო ზოლი დასუფთავებულია, გაძლიერებულია უსაფრთხოების ნორმებიც. პლაჟზე 15 მაშვალი პატრულირებს. სეზონის განმავლობაში ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით სხვა აქტივობებიც არის დაგეგმილი. აქ მოყოფილებთ თუ არა ქართულ და უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ტურისტებს შეთავაზებული სერვისი და სანაპირო ზოლზე არსებული სურათი. ნახოთ რეპორტაჟი ურეკიდან. ურეკში ტურისტული სეზონი გაიხსნა. ქვიშის სანაპიროზე დამსვენებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იყრიან თავს. მე აზერბაიჯანიდან ჩამოვედი ოჯახთან ერთად ურეკში. ძალიან კარგი პირობებია დასასვენებლად. მე ბელორუსიდან ჩამოვედი, უკვე მეორე წელია ოჯახთან ერთად ურეკში ვისვენებ. ძალიან მომწონს აქაურობა, განსაკუთრებით სამკურნალო ქვიშა. მაგნიტური ქვიშაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დამსვენებელთა რიცხვი ურეკში ყოველ წელს მატულობს. სპეციალისტები მაგნიტური ქვიშის უნიკალურ თვისებებზე საუბრობენ. მედიკოსები კი ურეკის სანაპიროზე დასვენებას გულსისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი ორგანოებისა და ნევროზის პრობლემების მქონე ადამიანებს ურჩევენ. წელს დამსვენებლების უსაფრთხოებასა და კომფორტზე 15 მაშველი და 2 სკუტერი იზრუნებს. სანაპირო ზოლი დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმაც დაათვალიერა. დასუფთავების პრობლემა მთლიანად მოგვარებულია. ასევე უსაფრთხოების ზომები არის მიღებული დამსვენებელს, რომლებიც არიან ჩამობრძანებულები. ბუდიში მოუხადო ზოგადად იმ კუთხით, რომ არის რაღაც ნაწილში გზის საფართან დაკავშირებით მცირე პრობლემები. როდესაც ეს სამუშაოები დასრულდება, ურეკი იქნება ერთ-ერთი ევროპული ტიპის მიმზიდველი კურორტი. დაგეგმილი პროექტების გარდა ურეკში გაზიფიცირების, წყალმომარაგებისა და გზების მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს. საკურორტო ზონებში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესაქმნელად სეზონის განმავლობაში დასუფთავების აქციები მოეწყო. ახალ სეზონზე ურეკის სანაპირო დამსვენებლების მისაღებად მზადაა. სინოპტიკოსები მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში ზღვაზე მზიან ამინდებს ვარაუდობენ.